2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4% შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის დეკემბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.6%-ით განისაზღვრა. 2025 წლის დეკემბერში წლიურად გაძვირებულ ტოპ 10 პროდუქტს შორის სასურსათო პროდუქტები ჭარბობს. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8%-ით, რაც წლიური ინფლაციაზე 2.98% პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული, ხილი და ყურძენი, პური და პურ პროდუქტები, ყავა, ჩაი და კაკაო, ზეთი და ცხიმი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე, ყველი და კვერცხი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, ბოსტნეული და ბაღჩეული. ფასები ასევე გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვაზე. ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიური ინფლაციაზე 0.56% პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, საავადმყოფოების მომსახურების და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფებზე. მთავრობამ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნა. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 30 დეკემბრის განკარგულებაში. დოკუმენტში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღნიშნულია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 39 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია. კომისია 8 წევრისგან შედგება და ესენი არიან: ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; მარიამ ქრივიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; დავით სონღულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი; მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; მამუკა მდინარაძე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და ირაკლი ლექვინაძე, სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. ცნობისათვის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცა უწყებებს მოუწოდა სასურსათო ფასებთან დაკავშირებით საკითხის შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე პარლამენტს სთხოვა საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ სუსმა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადა პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას. ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიფინგზე პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ უცხოელ პატრონებს ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაც შეიძლება მკვეთრად დავაზიანოთ მათ შორის ეკონომიკა საქართველოში, რომ მე ხალხი გაღიზიანდეს და ქუჩაში გამოვიდეს. ეს მათ მიერ აღიარებული, საჯაროდ აღიარებული განცხადებებია. ასე რომ ის ფასების რეგულაცია სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ძალიან ბევრ ასოციაციაში და ეკონომიკურ აი ამ პროცესებში ნაცმოძრაობის ძლიერი მხარდამჭერი კომპანიები არსებობენ და ადამიანები არსებობენ. და მათთვის რა თქმა უნდა ორმხრივად მომგებიანია ეს პროცესი. ერთი რომ ჯიბეს გაისქელებს და მე დააფინანსებს რადიკალურ აქციებს და მეორე რომ ხალხს ეთქვის, რომ აი ხომ ხედავთ რა შვება მთავრობა, როდესაც ასეთი მაღალი ფასებია საქართველოში. როგორც მთავრობის ფორმატში, აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმატში, ისე საპარლამენტო ფორმატში აღმასრულებელი საკითხის განხილვა მოხდება, შეიქმნება შესაბამისი კომისიაც იმისათვის, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს და ის არარეალური ფასები, რომელიც ჩვენს შედარებით გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ან
ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში, მაშინ როდესაც ამავე ქვეყნებში გაცილებით უფრო ძვირი და უფრო მეტი ხარჯი უწევთ ადამიანებს და ბიზნესს რომ გაწიოს, მაშინ ჩვენ ქვეყანაში მარჟებზე, რომელიც არის რამდენიმეჯერ გაცილებით უფრო დიდი ვიდრე სხვა ქვეყნებში, ამასაც სათანადო პასუხი ჭირდება და თუ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისი საჭიროებაც იქნება, რა თქმა უნდა, პარლამენტი არც ამაზე არ დაიხევს უკან.